გაგუა გვერდებოდა ვარდების მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეები მსვლელობას დაიწყებენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობისკენ გაიმართება მიტინგი, რომელზეც პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოვლენ. პარლამენტის შენობის წინ სცენა უკვე მზად არის და სამუშაოები აქ დღეს დილიდან დაიწყო. რუსთაველზე ჩვენი კორესპონდენტი ნათია მღებრიშვილი იმყოფება. ნათია, რა ხდება პარლამენტის წინ ამ დღესთვის? აქციისთვის მზადება თითქმის უკვე დასრულებულია, დამონტაჟებულია სცენაც, მონიტორებიც, ეტაპობრივად მოდიან აქ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც, ასევე მათი მხარდამჭერები, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ დღევანდელ აქციაზე. თითოეული მათგანი ოჯახთან ერთად მოვა და კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ ისინი დააფიქსირებენ, რომ მხარდამჭერებთან ერთად არ შეეგუებიან ქვეყნის ანექსიას და ისინი ირჩევენ გზას ევროპისკენ. მოგვიანებით აქციაზე ასევე სიტყვით მიმართავს აქ შეკრებილებს ექს-პრეზიდენტი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ფორმის მიმართვა იქნება ეს და საიდან მიმართავს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს. 2 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას სულ შეგაგუოს იმას, რომ რუსეთი არ არის აგრესორი, რუსეთი არ არის ოკუპანტი და დღეს რუსეთი იწყებს აგრესიის ახალ ტალღას, ასე თქვია ანექსია და დღეს ქართული ხალხი და ნახავს მთავრობა რამდენი ადამიანიც გააპროტესტებს ამას და აჩვენებს მტერსაც და მოყვარესაც, რომ მას კარგად ახსოვს ვინ არის ჩვენი მტერი, მას კარგად ახსოვს ვინ არის ჩვენი მოყვარე და არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოში დღის წესრიგს ადგენდეს რუსი ოლიგარქი და მის მიერ მართული მთავრობა. ეს არის აქცია არა ანექსიას. და რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი ასევე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც განვლილი 2 წლის განმავლობაში აბსოლუტურად არასწორ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს და ამით ხელფეხს უსმის რუსეთს, რომ გააკეთოს ის, რაც დიდი ხნის ჩაფიქრებული აქვს. ამიტომ ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს ამის მიმართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ეს იქნება მართალია სულ 2 საათიანი, მაგრამ ძალიან დიდი და სერიოზული აქცია, რათა ყველამ დაინახოს, რომ ქართველებს გვინდა თავისუფლება, ქართველებს გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. აქცია არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, ჩვენ მოვდივართ ჩვენს ოჯახებთან, შვილებთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალს ვიცავთ. დღეს რამის არცოდნა არ არის არცოდვა. დღეს არცოდნა უკვე არჩევანია. სწორედ ეს არჩევანი მგონია მე და ეს განსხვავება მგონია ყველაფრის აზრად ამ სამყაროში. ამ ქვეყანაზე რაც ხდება, სწორედ ეს არჩევანი განსაზღვრავს ვინა ვართ და რა გვინდა, როგორც საკუთარი ქვეყნისგან, ისე ერთმანეთისგან. ჩვენ სრულფასოვანი მოქალაქეები, ვისაც გვინდა რომ ვიყოთ თავისუფალ სამყაროში და თავისუფალ ქვეყნის, არ დაუნებდებით არასოდეს, არც ახლა, არც მერე. ჩვენი მთავარი მესიჯი არის არა ანექსიას უთხრათ უარი კაპიტალურ პოლიტიკას, ასევე უთხრათ უარი საქართველოს ოკუპაციას. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან. მე შეგახსენებთ, რომ აქციასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვებია საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით ცენტრალურ გამზირზე. აქცია 4 საათზე იწყება და 7 საათამდე გაგრძელდება. დიდი მადლობა, ეს ნათია მღებრიშვილი იყო.